გამარჯობა, დღეს ახალი ისტორიების რუბრიკა მოგვს. შევეცდები ისეთი ისტორიები მოგიყოთ, რომლებიც შეიძლება რაიმე არსებით არ გამოგადგეთ, მაგრამ მეგობრებთან საუბრის დროს დიალოგში გამოიყენოთ და გაუზიაროთ მეგობრებს. აი მაგალითად, იცოდით რომ ამერიკელები რაღაც პერიოდი თვლიდნენ რომ საკმაოდ კარგი იდეა იქნებოდა მთვარეზე ბირთვული ბომბი აეფეთქებინათ. პროექტს EIA-19 ერქვა. 12 წლის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და თითქმის არავინ არ იცოდა ამ პროექტის შესახებ. პროექტის მიზანი იყო საბჭოთა კავშირისთვის ეჩვენებინათ რამდენად მაგრები იყვნენ. ყველაფერი დაიწყო იქიდან, როცა საბჭოთა კავშირმა სპუტნიკ 1 პირველი თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში. პარალელურად ამერიკელების მისია წყალში ჩავარდა ავანგარდი. შესაბამისად რუსებმა წინ გადაინაცვლეს ამ კოსმოსურ ბრძოლაში. ამერიკელებმა ბევრი იფიქრეს თუ რითი გაეცათ პასუხი, როგორ ეჩვენებინათ რომ ჯერ კიდევ ძლიერი სახელმწიფო იყვნენ და გადაწყვიტეს რომ მთვარეზე ბირთვული ბომბი აეფეთქებინათ. თან მთვარის უხილავ მხარეზე გადაწყვიტეს აფეთქება, რადგან ზღვარზე თუ ააფეთქებდნენ, სოკოს ღრუბელს გაანათებდა მზის სხივები და დედამიწაზე გამოჩნდებოდა. თან გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ მინიმუმ იგივე სიმძლავრის უნდა ყოფილიყო, რაც ჰიროშიმაში ჩამოაგდეს. მერე გადაიფიქრეს ძიმე იქნება ტრანსპორტირებისთვის, თან რაკეტას რამე რომ მოუვიდეს და უკან ჩამოვარდეს, დედამიწაზე აფეთქდებაო. მაგრამ მოგვიანებით ისევ დააბრუნეს იდეა, შედარებით რომ სუბუქ რაკეტას გაუშვებთო. მაგრამ ისევ დაივიწყეს. საბოლოოდ 1967 წელს გაეროს გარე სივრცის ხელშეკრულებამ აკრძალა კოსმოსში ბირთვული იარაღის გამოყენება. ბირთვული აფეთქებით საკუთარი ძალის დემონსტრაცია უნდათ, მაგრამ 1945 უკვე ორჯერ ჰქონდათ გაკეთებული. და ერთი ადამიანის სახელად ცუტომი იამაგუჩი საკამერზეთ უიღბლო და თან პარალელურად იღბლიანიც აღმოჩნდა იმისთვის, რომ ორივეჯერ აფეთქების ეპიცენტრში ყოფილიყო და ორივეჯერ გადარჩენილიყო. ცუტომი იამაგუჩი ნაგასაკიში ცხოვრობდა, მაგრამ 1945 წლის ზაფხულში ჰიროშიმაში იმყოფებოდა მივლინებით. 6 აგვისტოს უკვე ქალაქს ტოვებდა, როცა ამერიკულმა ბომბდამშენმა B-29 Enola Gay არანაირი კავშირი არ აქვს ბომბდამშენის ორიენტაციასთან სახელს, უბრალოდ პილოტის დედის საპატივცემლოდ ერქვა ასე. ჩამოაგდო ბომბის სახელად Little Boy, იგივე ბიჭუნა, დღეს ბევრი უცნაური სახელი გვაქვს. 3 კილომეტრის დაშორებით, რამაც ყურის ბარაბნები გაუხეთქა, რადიაციული დამწვრობა მიაღებინა და დროებით დააბრმავა კიდევაც. უკან ნაგასაკიში 8 აგვისტოს დილით დაბრუნდა, როგორც იქნა კოჭლობით მიაღწია საავადმყოფომდე, ექიმმა უმკურნალა, რომელიც მისი კლასელი აღმოჩნდა, თუმცა იმდენად სერიოზული დამწვრობები ჰქონდა ხელზე და სახელზე, რომ ვერც იცნო ექიმმა. და ექიმის გარდა საკუთარმა ოჯახმაც ვერ იცნო. დედამისმა საერთოდ გადაბინტული რო დაინახა, მოჩვენება ეგონა. 9 აგვისტოს იმის მიუხედავად, რომ გონებას კარგავდა, იმდენად ცუდად იყო, მაინც თავს ძალა დაატანა, ადგა და მიცუბიშის ოფისში წავიდა, სადაც მუშაობდა მოხსენების ჩასაბარებლად. და ამ დროს როცა უფროს უყვებოდა თუ რა შეემთხვა, მეორე ბომბი ჩამოვიდეს ამერიკელებმა Fat-Man, ისევ 3 კილომეტრის რადიუსში ჩამოვარდა ბომბი და ფანჯრის მიღმა განათდა, სანამ ოფისს დაანგრევდა დარტყმის ტალღა, მანამდე მოასწრო ძირს დაწოლა და ისევ გადარჩა. საბოლოო ჯამში ბევრი ჯამსაღლების პრობლემა შეექმნა სიცოცხლის განმავლობაში და მარცხენა ყურით დაყრუდა. მაინც მოახერხა და 93 წლამდე იცოცხლა. ამოხსნელია როგორ გადაურჩაო რატომ აფეთქებას და შემდეგ ამდენი ხანი იცოცხლა. თითქმის ისეთივე ამოუხსნელია, როგორც აი ამ სვეტის მნიშვნელობა საპარიკო ხეროებში. იქიდან გამომდინარე, რომ საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად გამოიყენეს და მსგავსი წვრილმანები კარგად დოკუმენტირებული არ არის, შესაბამისად აზრებიც იყოფა რა მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა მაინც ითვლება, რომ შუა საუკუნეებში დალაქების მისტიური ძალის სიმბოლო იყო. დალაქები გარდა იმისა, რომ თმას ჭრიდნენ, ასევე სტომატოლოგებიც იყვნენ და პლუს სისხლის გამოშვებითაც იყვნენ დაკავებულები და ექიმბაშობდნენ. ეს სვეტი თავდაპირველად ითვლება, რომ ხელს მოსაკიდებლად იყო, როცა სისხლს გამოუშვებდნენ პაციენტს, წითელი ფერი ასოცირდება სისხლთან, თეთრი ფერი ასოცირდება ბინტებთან, სავარაუდოდ და ლურჯი ფერი ასოცირდება ან ვენებთან, ან ამერიკის ნაციონალური ფერი არის შეიძლება და უბრალოდ ამიტომ არის ჩასმული, რას გავუგებ. დღესდღეობით ამერიკაში ყველა ფეხის ნაბიჯზე შეგვხვდება მსგავსი სვეტი და ნელ-ნელა საქართველოში შემოვიდა, მაგრამ პირვანდელ მნიშვნელობასთან არაფერი არ აკავშირებს. ყოველ შემთხვევაში იმედია ბარბერთან სტუმრობის შემდეგ სისხლი არ მოვდით, როგორც ჯორჯიას შტატში არსებულ ერთ-ერთი სახლის კედლებს. 1997 წელს ატლანტაში 1114 Foundation Drive-ზე მდებარე ერთ-ერთ სახლში 77 წლის სუსტი ქმრის მოვლისაგან გადაღლილი ტიესახლისი მინი ვინსტონი აბაზანში იყო განსატვირთად. როცა დაასრულა ეს პროცესი, ფეხი გადმოდგა და რაღაც უცნაურ კუბეში ჩადგა. თავიდან ვერ მიხვდა რა იყო და არც უნერვიულია, თუმცა როცა დაიხედა ძირს, დაინახა რომ წითელი ფერი ჰქონდა
და ძალიან გავდა სისხლს. და მაშინ ძალიან შეეშინა, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ავადმყოფი კმარი ყავდა და იფიქრა ხო არ დაშავდაო. მაშინ საბაზარიდან გამოვარდა და დაიწყო ქმრის სახელის ძახება. თუმცა რაღაც მომენტში გაქვავდა და რომ იმოიხედა კედლებზე ყველგან სისხლი იყო. დაურეკეს პოლიციას, პოლიცია როცა მოვიდა, ჩათვალეს რომ სისხლი არ იყო და ნებისმიერ რაღაც შეიძლება ყოფილიყო მაგალითად საღებავი ან ჟამბნარევი წყალი, რომელიც მილიდან შეიძლება გამოსული იყო, თუმცა სახე როცა გადაამოწმეს, ვერანაირი გახეთქილი მილი ვერ ნახეს, საიდან გამოვჟონავდა მსგავსი სითხე. გაუშვეს ეგრეთ წოდებული სისხლი ექსპერტიზაზე და როგორც აღმოჩნდა, მართლა სისხლი იყო. თან პირველი ჯგუფის სისხლი და უინსტონების ოჯახში სოლსაც და ქმარსაც ორივეს მეორე ჯგუფის სისხლი ჰქონდა. საბოლოო ჯამში ბევრი სპეკულაცია არსებობს, რაში იყო საქმე, ბევრი ვარაუდები არის, დღეს ტურისტულ ადგილზეც არის გადაქცეული, თუმცა არავინ არ იცის რეალურად რაში იყო საქმე. შემდეგი ისტორია უფრო ცნობილია, ბევრი წიგნები დაიწერა და უამრავი ფილმებიც გადაიღეს. რონალდ დეფო ჯუნიორი ამიტულის ერთ-ერთ ბარში შევიდა დასალევად და დაიწყო ყვირილი, რომ მის მშობლებს ესროლეს. ამ ბარის ხუთი ხშირი სტუმარი თან გაჰყვა, რომ ენახათ რეალურად რა მოხდა და სახლში რომ მივიდნენ მასთან შევიდნენ და ნახეს მისი 4 დედმამიშვილის ცხედარი. ხართ-ერთში დარეკეს, პოლიცია რომ მოვიდა, დამატებით მისი მშობლების ცხედრებიც აღმოაჩინეს, 6-ვე მათგანს საღამოურები ეცვა და ზურგში ჰქონდა ცეცხლსროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა 6-ვეს. 23 წლის დეფო დაიჭირეს, ბრალად ედებოდა საკუთარი ოჯახის დახოცვა. თავდაპირველად დეფომ რაც თქვა ის იყო, რომ მისი ოჯახი მაფიამ ამოხოცა, თუმცა მოგვიანებით ჩვენებებში უკვე აღიარა, რომ თავად მოკლა, ოღონდ ხმები ელაპარაკებოდნენ თავში და აიძულებდნენ გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. თვითონ ანკლებაზე მიესაჯა 25 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე. დაახლოებით 1 წელში კეით და ჯორჯ ლუცებმა ნახეს, რომ 80,000 ტიყიდებოდა ეძვინა და ჩათვალეს, რომ ძალიან იაფი იყო, არც დაეჭვდნენ, არც გადაუმოწმებიათ და პირდაპირ იყიდეს და თავის სამშვილთან ერთად გადავიდნენ ამ სახლში. თუმცა მალევე პარანორმალურ რაღაცებს გადააწყდნენ. ჯერ თავიდან ცუდი სუნი იგრძნეს, შემდეგ კედლებიდან გამონადენი შეამჩნიეს, მერე ცოლმა ფრენა დაიწყო. მოდელმა, რომელიც სახლის საკურთხევლად მიიყვანეს, გაიგონა როგორ უყვიროდა ვიღაც, რომ სახლიდან გათრეულიყო. ჯორჯი ამტკიცებდა, რომ ყოველ დილის 3 საათსა და 15 წუთზე დაიწყო გაღვიძება. და ზუსტად ის დრო იყო, როცა დეფომ საკუთარი მშობლები დახოცა. მაგრამ დეფოს ისტორიას თუ გადავხედავთ, ნახოთ, რომ იპარავდა ფულს, ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამამისთან, მოიხმარდა ნარკოტიკებს და საერთოდ არ სჭირდებოდა რაიმე ზებუნებრივი მიზეზი იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახი დაეხოცა. ლუცებს კი ძალიან აწყობდათ ეს მისტიური მიზეზი, იმიტომ რომ ამ ისტორიებზე დაიწერა უამრავი წიგნები და გადაიღეს უამრავი ფილმები და შემოსავლის პროცენტი ამ ლუცებს დასჭათ. ოდნავ მოგვიანებით 77 წელს ჯიმ და მარია კრალმარტებმა იყიდეს ეს სახლი და 10 წლის მანძილზე ისე იცხოვრეს, რომ არაფერ პარანორმალურს არ გადაჰყრიან. ისევე როგორც არც ერთი სხვა მაცხოვრებელი დღემდე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლუცები უბრალოდ ხელის მოწყობის მიზნად იგონებდნენ ამ ისტორიებს. დემონებიანი სახლი მაგარია, მაგრამ არანაკლებ მაგარია სახლი მთვარეზე. 1980 წელს უმუშევრმა დენის ჰოუპმა იფიქრა, რომ კერძო საკუთრების მიწის ფლობა კარგად გამოუვიდოდა და ფულს კარგად იშოვიდა და გაახსენდა პოლიტიკური მეცნიერებების კურსზე მოსმენილი ერთი ფრაზა, რომელიც ამბობდა იმას, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია ფლობდეს მთვარეს. დაფიქრდა და მიხვდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოებზე იყო საუბარი და არაფერი არ იყო ნათქვამი ინდივიდებზე. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ შეეძლო დასაკუთრებოდა მთვარეს. გაუგზავნა გაეროს წერილი, სადაც ამბობდა, რომ მთვარე მისია და ლეგალური მიზეზი ეთქვათ მისთვის, თუ რატომ არ შეეძლო ინდივიდს დაუფლებოდა მთვარეს. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უკან პასუხი არ მიუღია. მას შემდეგ 611 მილიონი აკრის მიწა გაყიდა. ერთი აკრი არის დაახლოებით 4046 კვადრატული მეტრი და თითო აკრს $20 ყიდიდა. თავის საბუთების მოგვარებით და გადასახადებიანად გამოდიოდა დაახლოებით $35. ერთხელ დაახლოებით იამაიკის ზომის ტერიტორია გაყიდა და $250,000 იყო ამაში. მაგის გარდა სამ ამერიკის პრეზიდენტს მეყიდა მიწა, ჯორჯ ბუშს, ჯიმი კარტერს და რონალდ რეიგანს. ასევე მიისაკუთრა მერკური, მარსი, ვენერა, იუპიტერის თანამგზავრი იო და პლუტონი. ურანი, სატურნი და იუპიტერი არ მიუსაკუთრებია, იმიტომ რომ ალბათ მაინც პატიოსანი კაცია და გადაწყვიტა, რომ გაზის გიგანტებს არ გაასაღებდა მიწებად. კოსმოსური კანონების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა ტანია მესონ ცვანმა National Geographic-თან ახსენა, ისაუბრა ამაზე და თქვა, რომ ის გაყიდულ ფურცლებს არანაირი ფასი არ აქვს და იმიტომაც არ დაუბრუნა გაერომ პასუხი, რომ ქვეყნის გარდა ინდივიდებიც იგულისხმება ამ ხელშეკრულებაში. საკმაოდ უცნაურია, რომ არანაირი კანონი არ შეხებია და დღემდე ისევ
აგრძელებს ამ თავისი მიწების გაყიდვას. აი დანიაში არსებობს კანონი, რომელიც მიხედვითაც მშობლებს არ შეუძლიათ შვილებს ის სახელი დაარქვან, რაც უნდათ. უფრო კონკრეტულად 7000-ის გამოყოფილი სახელია, რომლიდან შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ და თუ მაინც და მაინც ამ ვერც ერთ სახელზე ვერ შეჯერდებიან და გადაუხვენ ამ 7000 სახელიდან, მაშინ მოუწევთ ხანგრძლივი პროცედურა გაიარონ და 15-20% შემთხვევაში არ უდასტურებენ ამ სახელს. საკმაოდ ძველი კანონია და თავდაპირველი მიზეზი ის იყო, რომ პატრონიმები გაეკროთ. პატრონიმი არის, როცა მამის სახელს იყენებ შვილის გვარში. აი მაგალითად ანდერს ლარსენი. ანდერსი არის სახელი, ლარსენი არის გვარი და გარდა იმისა, რომ ლარსენი არის გვარი, ნიშნავს ლარსის შვილს. თუ ანდერს ეყოლება შვილი, მაგალითად ნილი, იქნება ნილ ანდერსენი და არა ლარსენი, ანუ ანდერსის შვილი. ანუ გვარის მაგალითად იყენებდნენ მამის სახელს. წლების მანძილზე და საუკუნეების მანძილზე უკვე გენეალოგიური ხეები რო გროვდებოდა, იქ ჩახედვა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და იქ გარკვევა. მეორე მიზეზი იყო არისტოკრატები. იმიტომ რომ არისტოკრატებს უკვე დიდი ხანი პრობლემა ჰქონდათ, რომ გლეხები ჩვენს გვარებს ითვისებენ და ამ არისტოკრატების დაშოშმინების მიზნათაც შემოვიდა ეს კანონი. თავდაპირველად მხოლოდ გვარებზე ვრცელდებოდა ეს კანონი, თუმცა 60-იან წლებიდან უფრო გაფართოვდა. იმიტომ რომ მშობლები უფრო კრეატიულები გახდნენ, უფრო განსხვავებული სახელების დარქმევა დაიწყეს და ისეთი სახელების დარქმევა, რომლებიც რთული წარმოსათქმელი იყო. იმის მიუხედავად, რომ დანია ერთ-ერთი ყველაზე უფრო იმის მიუხედავად, რომ დანია ერთ-ერთი ყველაზე იმის მიუხედავად, რომ დანია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლიბერალური ქვეყანაა, მაინც აკრძალულია unisex სახელების დარქმევა. დღეისათვის სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაწერეთ, რომელი ფაქტი მოგეწონათ ყველაზე მეტად. მოგესალმებით.